გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო და მე განვაგრძობ საუბრებს შინაგან სამყაროში, ჩემს შინაგან სამყაროში მოგზაურობის შესახებ. ანუ რა შეიძლება გადამხდეს მე თავს, თუ მე ჩაუღრმავდები საკუთარ თავს და შევეცდები, რომ ამ სიღრმეებიდან გავიგო საკუთარი თავი, გავიგო ის თუ რა საფრთხეები მელოდება მე წინ, როცა ვცდილობ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას. და სურვილი მაქვს, რომ ჩემი დაკვირვებები, თვით დაკვირვებები, თვით მხილველის დაკვირვებები გაგიზიაროთ თქვენს. საუბარი დაწყებულიც კი არ მქონდა, ანუ პირველი სიტყვა არ მქონდა ბოლომდე წარმოთქმული, რომ მე უკვე ვიყავი შინაგან სამყაროში გადასული. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიყავი შინაგან სამყაროში გადასული, თუ მომეჩვენა რომ ვიყავი გადასული, ამ საკითხებში ახლა არ ჩავღრმავდები, უბრალოდ ვიტყვი რას, ვიტყვი იმას, რომ მე ჩავიდინე აი ამ ჩემი შესვლით ჩემს შინაგან სამყაროში, თუ ამ შესვლის მცდელობით მე ჩავიდინე ისეთი რამაც პირველი კონფლიქტი გააჩინა ჩემში. და რაში გამოიხატება ეს კონფლიქტი? ეს კონფლიქტი გამოიხატება მაშინ, რომ ჩემი სხეული, რომელიც მე მიმაჩნია, რომ არის ჩემი და არის ხორცში მყოფი, ანუ არის ხორციელი სხეული, რომელიც ახლა მოსვენებულია ამ სავარძელში, მე ეს სხეული დავტოვე და უსხეულოდ შევედი საკუთარ თავში. ეხლა შეიძლება ვინმე იკითხოს ამ სხეულით როგორ შეხვიდოდი, სხეული ხომ ეს რაღაცა მატერიალური რაღაცა არის, რომელიც ამ სულიერ სივრცეში ვერ შევა ვერანაირად, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის პირველი შეხედულება, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს შეხედულება იყოს რაღაცა გარკვეული საფუძვლის მქონე, მაგრამ მე თუ მინდა, რომ თავიდანვე კონფლიქტი ავიცილო, ავაშორო საკუთარ თავს კონფლიქტში გახვევა, ასე ვთქვათ, და უკონფლიქტოდ შევეცადო ჩემი ბიზნეს მიღწევას, მაშინ მე უნდა ჩემს სხეულთან ერთად უნდა ვიმოგზაურო. ჩემს სხეულთან ერთად უნდა ვიმოგზაურო, მაგრამ ბუნებრივია, რომ ახლა სმენელსაც, მაყურებელსაც გაუჩნდება აზრი მის შესახებ, რომ ალბათ აქ სხვა სხეული მოიაზრება, ანუ სხეულის სხვა გაგება მოიაზრება და არა ის სხეული, რომელიც არის ხორცში, ასე ვთქვათ, ხო? და მე მინდა, რომ თავიდანვე თქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ასეა, სხეულში ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სუნთქვას. სუნთქვა, აი ჩვეულებრივი, რა ქვია, პროცედურა, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გარკვეული რიტმით ასრულებს, ხო? და ამ სუნთქვის გარეშე ჩვენ არ ვიქნებოდით, ვერ ვიარსებობოდით, სიცოცხლე შეჩერდებოდა, ხო? და საერთოდ ჩვენი სიცოცხლე არის გარკვეული ხანგრძლივობა, სწორედ პირველ ამ სუნთქვასა და ბოლო ჩასუნთქვას შორის. მეც ხომ თავი ისეთ არსებად მიმაჩნია, რომელსაც სიცოცხლის სული შთაბერეს, მე ჩემი არსით, მე ასე განვიცდი საკუთარ თავს, რომ
მე ვარ ანუ სუნთქვით შექმნილი და სუნთქვა კიდე შემიძლია მე ამგვარად წარმოვადგინო, რომ სუნთქვა არის სხეულის აზრი. აი ასეთი ფორმულირები შემიძლია შევთავაზო საკუთარ თავს. ხო? ამიტომ მე უნდა ვისწავლო სუნთქვასთან ურთიერთობა. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ სუნთქვა ესე იგი ძალდატანების გარეშე, რა თქმა უნდა, იმ სიმსუბუქით, რომელიც სუნთქვას თვითონ ახასიათებს და რომელიც მის არსებას შეადგენს, აი ასეთი დამოკიდებულება, ანუ სუნთქვითი დამოკიდებულება დავამყარო ჩემს შინაგან ცხოვრებასთან, ასე ვთქვათ, ხო? და შევეცადო აი აქედან ავუხსნა საკუთარ თავს, ანუ დავაკვირდე საკუთარ თავს, ვიყო თვითმხილველი, ამიერიდან უკვე სუნთქვის თვითმხილველი. ანუ სუნთქვის მოსმენა უნდა ვისწავლო და არა მარტო იმ ხატების და იმ გამოსახულებების დაკვირვება და მათთან ურთიერთობა, ძალად დაუტანებელი, ბუნებრივი ურთიერთობა, რომლითაც ახსნილია მთელი ჩემი შინაგანი სამყარო, რომელსაც აი ხედვითი, ჭვრეტითი სამყარო ქვია და ერთ-ერთ საუბარში მე კიდეც ვახსენე, რომ ზოგიერთი მწერალი თვლიდა, რომ ჩემს სულში ორი პერსონაჟია, ორი, ასე ვთქვათ, შემოქმედია. ერთი არის მწერალი, მეორე არის მხატვარი, ხო? და რა კი მწერალია, ბუნებრივია ჩვენ სადაც სიტყვა მწერალი ჩნდება, იქ გვესმის სიტყვა მწერლობაც და ნაწერი, ანუ წიგნი, ანუ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო მე შემიძლია ერთი ხედვით წარმოვადგინო როგორც სუნთქვა, მეორე ხედვით წარმოვადგინო როგორც წიგნი, ხო? ეს სუნთქვა არის საშუალება, რა გზითაც მე შემიძლია ამ წიგნში, ანუ ჩემს შინაგან წიგნში შევაღწიო და ასე ვიტყოდი, რომ ამ წიგნს, ანუ ჩემს შინაგან წიგნს აქვს ჭუჭრუტანა, საიდანაც მე შემიძლია მასში შევიჭვრიტო და მივეცე ჭვრეტას, რომელიც ჭვრეტა ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მარტო ხედვას, არამედ გულისხმობს სმენასაც, იმიტომ რომ ხედვა და სმენა ურთიერთგადაჯაჭვულია, მე ასე მეჩვენება და ერთმანეთის გარეშე ის ჩემში არ არსებობს. ეს კი არა და უფრო მეტი შემიძლია ვთქვა და მხოლოდ ერთი წამით გავბედო ის, რომ გავიდე ჩემი შინაგანი სამყარო და საერთოდ წიგნებზე თქვა 2-20 სიტყვა, ანუ წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში ალაგია და წიგნები, რომელიც წიგნის მაღაზიებში იყიდება, ამ წიგნებს უნდა დავაკვირდეთ და უნდა ვცადოთ, რომ მასში ჭუჭრუტანა და აღმოვაჩინოთ მის ყდაში, აღმოვაჩინოთ ჭუჭრუტანას, საიდანაც მე ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ მასში შევიდეთ, ხო? და ყველა ეს წიგნი, რომელიც აი მაღაზიებში და ბიბლიოთეკებშია და აუარება ასეთი წიგნი, ხო? ყველა ეს წიგნი არის აი ჩემი და ჩვენი შინაგანი წიგნის თვილი გამოხატულება, ხო? და რა თქმა უნდა, თუ მე ვისწავლე ამ წიგნის საკითხვა, ვისწავლე ის ენა, რომელზეც ეს წიგნი არის დაწერილი, ხო? ანუ შინაგან წიგნზე მაქვს საუბარი, მაშინ მე შევძლებ, რომ რაღაცა შეიძლება უნიშნელო, მაგრამ მაინც რაღაცა ნაბიჯი, თუმცა ეს ნაბიჯი უკვე
არ შეეფერება, არ შეესატყვისება იმ მოძრაობებს, რასაც გულისხმობს სული, სუნთქვა, ხო, სული და სუნთქვა, ხო, ეს სუნთქვითი, ასე ვთქვათ, ნაბიჯია, ხო, სუნთქვითი ნაბიჯებია. ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც გაიზომება სახაზავით ან რა ვიცი რაღაცა სხვა საშუალებებით, ხო? ეს არის თანაზომიერება, რომელიც მე მიჩნდება სურვილი, რომ ეს დავინახო ჩემში და აღმოვაჩინო ესეთი თანაბარზომიერება ამ წიგნსა და ნახატს, ანუ ჩემს შიგნით არსებულ მწერალსა და მხატვარს შორის, აი ეს თანაბარზომიერება და თანაბარზომიერება კიდე არის მისი სხვა სახელი, არაქართული დასახელებით, ეს არის რიტმი, ხო, რიტმის სწორედ თანაბარზომიერება და მე მიჩნდება ასეთი განცდა, რომ ეს თანაბარზომიერება, მისი დაცვა აუცილებელია იმისთვის არის აუცილებელი, რომ მე სუნთქვა შევძლო და მე შევძლო აზროვნება არა მარტო ასე ვთქვათ გონებით, არა მარტო განსჯით, ხო, არა მარტო წარმოსახვით, არა მარტო ნდობით, არამედ მე შევძლო აზროვნება მთელი ჩემი არსებობით, მთელი ჩემი არსებით, რომელიც რა თქმა უნდა მოიცავს სხეულს და სხეული შემიძლია ვთქვა ისევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი სხეული, აი ამ მიზნების მიღწევის თვალსაჩინით, როგორი მნიშვნელობასაც მე და ბევრი ალბათ სხვაც ანიჭებს, რა მნიშვნელობასაც ანიჭებს სულს, გონებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ სუნთქვა ეს არის გონების სხეულის ფიქრი, ისე როგორც აზრი არის სულის ფიქრი, ხო? და ეს ორი ფიქრი ერთმანეთზეა გადაჭრობილი, გადაჯაჭვულია და ჩვენ არ უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ოღონდ უნდა გავაკეთოთ ძალად დაუტანებლად, მშვიდად და წინა საუბარში მე ვახსენე ამ სიმშვიდის მნიშვნელობა ამ მიზნების მიღწევის საქმეში, მიზნის მიღწევის საქმეში, რაც ჩემს წინაშე დგას, ეს არის სიმშვიდის მოპოვება და საკუთარი თავში ჩაწვდომა, ხო? ამისთვის აი სიმსუბუქე, აი როგორ შეიძლება რომ ეხლა ჩემმა ენამ, რომელიც ასე ვთქვათ არ არის იმისთვის მზად, რომ რაღაცა ასეთ ძალიან სიღრმისეულ რაღაცებზე ისაუბროს, ხო? მაგრამ მე ამას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ხო? მე შემიძლია გავიხსენო ასეთი ორი მაგალითი, რომელიც მე ოდესღაც წამიკითხავს, ოდესღაც შემისწავლია და მე ცხოვრებისეულ დაკვირვებაში დამიდასტურებია ჩემთვის. ხო, საქმე ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გავიგოთ ეს სიმსუბუქე. აი თუ მე გავიხსენებ და თუ თითოეული თქვენგანი გაიხსენებს უშოთ აი ჟირაფზე, ანუ ქუჩის გადასასვლელზე როგორ გადავყავს ჩვენი 2 წლის შვილი და ან შვილი, ან შეიძლება შვილთაშვილი და თუ გავიხსენებთ იმ გრძნობას, რომელიც ჩვენ გვეუფლა მაშინ, როცა აი ამ პაციამ სიცოცხლემ თავისი ხელი ჩვენს ორთიც მოკიდა, ასე ვთქვათ, ხო? და ეს ენით გამოუთქმელი სიმსუბუქე, რომელიც ჩვენ მაშინ ვიგრძენით, მე ვიგრძენი, მაგრამ მე ვერ გამოვხატე ესა, იმდენად აღემატება ის ყოველგვარ გამოხატვას. ეს არის სადღაც არა მარტო სიტყვების მიღმა, არამედ ეს არის გრძნობების მიღმაც, ეს სიმსუბუქე. სიმსუბუქე იქედან მოდის, ანუ უხილავი სამყაროდან მოდის და ის გადმოდის ხილულში სწორედ სუნთქვის და სწორედ აზრის საშუალებით, ხო?
და შემდეგ როცა გადავიყვანთ ბავშვს გადავიყვანთ ქუჩის მეორე მხარეს როგორ გვიშვებს ის თავის ამ ფაფუკ ხელს ხო აი როგორი სიმზუბუქე როგორი რუდუნება თუ რა ვიცი რა დავარქვა ამას რა ქვია ესეც არის ამოუხსნელი და შეუცნობელი პირადად ჩემთვის ხო და თუ თქვენს ასეთი რამ განგიცდიათ მაშინ ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს მიუხედავად იმისა რომ აზრებში შეიძლება ეს ბოლომდე კარგად ვერ ჩამოვაყალიბეთ ხო მე ყოველ შემთხვევაში ვერ ჩამოვაყალიბე ხომ და მეორე მაგალითი რომელიც ჩემთვის უფრო ახლოს იყო გასაგებად ასე ვთქვათ იმიტომ რომ ის ცოცხალ ადამიანს ცოცხალ არსებას სულგმულს ამ გაგებით არ ეხება აი ასეთ მაგალითს რომ აი გინახავთ თუ არა თქვენ თუ როგორ ჩამოდის ბამბუკის ფოთლიდან თოვლი რომელიც ამ ფოთოლზე არის ასე ვთქვათ ღამის განმავლობაში დაგროვდა შემდეგ დღის განმავლობაში ის იწყებს ჩამოსვლას ხო აი ეს სიმსუბუქე რომელიც ახლავს აი ამ მოვლენას თოვლის ჩამოსვლას ფოთლიდან ხო მიდან ფოთლიდან მოგადეთ ფოთლიდან ჩამოსვლას ბამბუკის ფოთლიდან ხო და ვერც კი გძნობ ვერც კი ამჩნევ იმ წამს თუ წამის რა ვიცი მემილიონედ რაღაცა ნაწილს ვერც კი ამჩნევ როგორ აღმოჩნდება ეს თოვლი რომელიც იდო ამ ფოთოლზე როგორ აღმოჩნდება ასე ვთქვათ ნიადაგზე და ამ ნიადაგზე დადებულ თოვლს როგორ შეუერთდება ხო აი ეს ორი რაღაცა სიმსუბუქე თუ რამენაირად ეხლა ამ ჩემს მიერ გახსენებულმა მაგალითებმა ეს მაგალითები მე არ მეკუთვნის მე არ მომიგონია მე არ გამომიგონებია ესენი მე ესენი შემოვიტანე ჩემს გამოცდილებაში სხვა და სხვა ასე ვთქვათ წყაროებიდან და მე ვაქცი ისინი ჩემი მოგონების ნაწილად ანუ მე როცა რაღაცებს ვიგონებ ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან მათთან მოგონებულ ასე ვთქვათ საგანთა შორის სწორედ ეს ორი მაგალითიც ჩანს და აი წინ თვალწინ მოიწევს ესენი ჩემთვის ხო იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისინი რომ ამას გაუფრთხილდე მინდა რომ ამას გაუფრთხილდე იმდენადაც იქნება და მეც შევძლო რომ აი ასეთ ყოველ შემთხვევაში სურვილია ხო რომ მე მივაღწიო რაღაცა სამხრივ და შევძლო იმის გამოხატვა რისი გამოხატვაც ასე ვთქვათ მინდა ხო ეს მომცემ შესაძლებლობას რომ რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები მე საკუთარ შინაგან სამყაროში თავიდან ავიცილო ხო ასევე ძალიან ბევრი მიფიქრია ალბათ თქვენ თითოეულ თქვენგანსაც უფიქრია იმის შესახებ რომ სხვადასხვა სიტუაციები რომელიც განყოფას გვალდებულებს განყოფას მოითხოვს ჩვენგან და ანუ ჩდება ისე იგი სქიზმის ანუ განხეთქილების საგანი ჩვენს შინაგან სამყაროში ხომ რამენაირად აი ასე მსუბუქად უმსუბუქესად ავირიდო თავიდან ნაელთა თითოეულ ჩვენგანს ასევე ბავშვის მაგალითს გახსენებთ კიდევ რომელიც თითოეულ თქვენგანს ალბათ ეს სურათი ეხლა რასაც მე შევეცდები რომ შემოგთავაზოთ და ესეც მე არ მეკუთვნის რა თქმა უნდა ეს ჩემ გამოცდილებაში სხვადასხვა წყაროებიდან შემოვიდა მაგრამ მე ცხოვრებისეულად მე დავკვირვები ვარ და ძალიან დაფიქრებული ვარ ამ საკითხზე მაგალითად აი თვალწინ მაქვს ხოლმე და არ მომდის მეხსიერებიდან უშუალოდ ჩემი პატარა როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ ხო და როცა
ისინი და დედას თხოვდნენ რომ ჩაეშვა ეზოში სათამაშოდ, ხო? და დედა კიდე ესე იგი ვერც ეთანხმებოდა ამას და ვერც უარს ეუბნებოდა. ყოველ შემთხვევაში უარს ეუბნებოდა, მაგრამ სიტყვიერად, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო და ვერ უშვებდა დაუშვათ ეზოში სათამაშოდ ეს პატარა ბავშვებს ეხებას. მაგრამ ბავშვი დედის სახეზე, ესე იგი, სულ სხვა რამეს კითხულობს. ხომ ბავშვი ხო კითხველია და ამავე დროს მხატვარია და ამავე დროს მწერალია. ბავშვი ყველაფერია, ყველა უნარის ხორჩესმა, ყველა უნარის განხორციელება, ხო? ის კითხულობს დედის სახელზე იმ თანაგრძნობას, რომელიც მის უარს ახლავს, ხო? და ეს იწვევს აი ამის გამოხატულება, ანუ თვალხილული გამოხატულება არის ბავშვი, რომელსაც კარის ზღურს აქეთ ერთი ფეხი აქეთ უდგას და ერთი ფეხი კარის ზღურს იქეთ უდგას. ანუ ეს არის უკვე ისეთი სიტუაცია, რომ მე არ მინდა ეხლა მეცნიერების გარკვეული დარგში ამას თავის სახელი ქვია, მაგრამ მე არ მინდა ეხლა ისინი ვახსენო, იმდენად რამდენადაც მე ვფიქრობ, რომ თუ ამ მოვლენებს ეხლა გინდა ამ ბოლო მაგალითს თუ გადავიტანთ იმ სიმტყეზე, რომელიც შევეცადე, რომ მეჩვენებინა, ანუ სუნთქვას და აზრს დაუკავშირებთ და ანუ მთლიან ადამიანს, როგორც მთლიანობას, როგორც სულის და სხეულის ერთობას და არა მარტო სულიერი უნარების ერთობას და მის განვითარებას, არა, თუ ამ სიმტყეზე გადავიტანთ, მაშინ ეს იმ გაგებებიდან, ანუ რომელსაც დაუშვათ რაღაცა გარკვეულ სივრცეში მეცნიერებს უწოდებენ, ანუ შეიძლება ეს ამ სფეროს ცდებოდეს მთლიანად, ხო? და სადღაც სხვა სივრცეში გავყავდეთ, რომელიც შეიძლება თავისთავად იყოს ყველა მეცნიერების, იქ იყოს ყველა მეცნიერების საფუძველი, ასე ვთქვათ, მეცნიერების ამ შემთხვევაში ამ სიტყვასაც მორგულოვან ფრჩხილებში ჩავწერდი, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ისე ვახსენე ეს სიტყვა, რომ არ განმარტის, ან შეიძლება ვერც განმარტო, მოვინდომო და ვერც განმარტო, ხო? და შეიძლება რაღაცა წამიერი მდგომარეობა დაეუფლოს ადამიანს როგორც სუნთქვის აზრის ერთობას დაეუფლოს და მან შეძლოს. ჩემზე არ არის საუბარი, საუბარია თქვენზე და ნებისმიერ სხვაზე, რომელსაც შეიძლება ეს დაემართოს რა, რომ მიიღოს, ასე ვთქვათ, ჭვრეტა იმისა, თუ მართლა საიდან მოდის ეს ყველაფერი, რაც არის გადამწყვეტი არსებითი ჩემი ფიქრით, ანუ ალღოთი, ანუ გრძნობით ამას გრძნობ, სიტყვით ვერ გამოვხატავ სიტყვასა და გრძნობას შორის კიდევ რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი შეუსაბამობა, ასე ვიტყოდი, შეუსაბამობა, თუ ამ ორ რაღაცას ჩვენ გავიგებთ სწორედ იმ რუტინაში, რომელიც რუტინის წევრებიც ჩვენმა აღზრდამ გავხადა, ხო? რაღაცა ჩვენთვის უცნობ გარემოში ამოგვაყოფინა თავი, ხო? და დაგვაშორა იმას, რაც არის ნამდვილად ღირსი იმისა, რომ კიდეც ისუნთქო, იყო ამ ქვეყანაზე, იცოცხლო და კიდეც იაზროვნო. აი დღეს ამის შესახებ მინდოდა მესაუბრა, ეხლა დაგემშვიდობებით, ნახვამდის.